ბატონო სერგე. Რაღაც ნივთი დააზიანდაო და ამიტომაც არის თქვენი მობილიზება აქ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სადმე ნივთის დაზიანებაზე. არა. რა დაზიანდა გითხარით? რესტორნის რამე ინვენტარი დაზიანდა თუ მოქალაქის გამოძიება არ დაწყებულა. აქედან გამომდინარე არც ექსპერტიზა არ დანიშნულა და არც ერთი კონკრეტული ნივთის დაზიანებისთვის ამდენი პოლიციელის მობილიზება მე მგონი არ არის. ეს ჩვენ ვიცით რამდენი პოლიციელი გამოცხადებით კონკრეტულ შეტყობინებაზე. ეს ნივთმტკიცებები რო განადგურდეს, ახლა უნდა მიმდინარეობდეს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციელი ბრძანდებით და შესაბამისად იცით რომ იმ მომენტში უნდა რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, ალბათ დაიწყება აუცილებლად. ამ ტერიტორიაზე მოხდა ამ ნივთის დაზიანება? ბატონო. ბატონო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვანახონ რა არის დაზიანებული, რომ მეც რომ მოვიდნენ პირველი სწორედ ეს ვკითხე, რატომ არიან ადგილზე, როგორც მითხრეს არიან გამოძახებაზე მოსული, მაგრამ დაზიანება როგორც გამოვიდა ბატონის შიგნიდან არ არის. ხო ასე მითხარით რომ დაზიანება არ არის. არა, მე არაფერი არ დამიზიანებია, მაგრამ ძალიან მოსალოდნელია რომ ხვალზე თითოეული ამ ადამიანებიდან მოახდინონ რესტორნის ხანმშრომლები არა როგორც ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვანახონ თუ რამე დაზიანება არის, რომ ხვალდაზე ეგ რომელიმე მოქალაქეს ისევ ცრუ ბრალი არ წაუყენონ თითოეულმა აი აქ მყოფებმა და რაღაც ახალი რეჟიმის პატიმრები არ შემოგთავაზონ. ამიტომ ვთავაზობ რომ გვანახეთ რა არის დაზიანებული, ჩვენც ვიცოდეთ, შევაფასოთ და გქონდეს მოლოდინი. ჩვენ გადავწყვეტ, განახებთ არა, ჩვენ გადაწყვეტ არა, აქ საქმე ეხება, ნახეთ უამრავი ადამიანია ამ რეჟიმს ყავს 51. ასეთია ვითარება ახლა იმ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის კლანის მოსამართლეები საახალწლო ღონისძიებისთვის არიან შეკრებილები, როგორც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უსმენდით, გამოძახება მოხდა აქ იმის გამო, რომ რაღაც კონკრეტული ნივთი არის დაზიანებული, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები აქ ნამდვილად არ მიმდინარეობს და შესაბამისად გაურკვეველია თუ რისთვის არის საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ რასაკვირველია ვრჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად მაყურებლებს მოუყვებით თუ როდის დატოვებენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული მოსამართლეები რესტორნის შიდა ტერიტორიას.